ვერ ჩავდივარ, იმიტომ რომ ეს ბილიკები ისე არის, რომ ბოლომდე არ ჩადის. ეხლა და ეტლით ვერ გადავალ სხვანაირად იქ. ჩვენ ხედავთ, რომ ბათუმი ყოველდღიურად იზრდება და ახალ-ახალი კორპუსები კი არა, შეიძლება ითქვას, რომ უბნები ემატება და ქუჩები ემატება უკვე დასახლების კუთხით, რაც თავისთავად იზიდავს სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ინტერესების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ადამიანებს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის თითოეული მათგანის აზრის და საჭიროების გათვალისწინება, როდესაც ქალაქის დაპროექტება ხდება, როდესაც ქალაქის განაშენიანება და ურბანული განვითარება ხდება. კორპუსები, ის ტროტუარები, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აშენდება დღეს, ხვალ და ზეგ, თუ არ იქნება მორგებული ადამიანთა თითოეული ჯგუფის საჭიროებაზე, ფაქტობრივად ეს, ასე ვთქვათ, წლობით იქნება დაუძლეველი ბარიერები იმ ადამიანებისთვის, რომელთა საჭიროებას გამორჩენილი იქნება მათი დაპროექტება მშენებლობის პროცესში. ამასთანავე ჩვენ კანონი გვაქვს შეშენებითი უფლებების შესახებ, რომელიც 2020 წელს იქნა მიღებული და იმ კანონში ორი მნიშვნელოვანი მუხლი არის ჩადებული. ერთი გულისხმობს უნივერსალურ დიზაინს, რომ გარემო და სერვისები უნდა იყოს მორგებული, შექმნილი და ასე ვთქვათ, მორგებული ადამიანის ყველა საჭიროებაზე და ასევე არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი, გონებული მისადაგება. სასიამოვნო სახელი აქვს, კარგი სახელი და მნიშვნელოვანი სახელი აქვს, ანუ ის გადაწყვეტილების მიღებ პირებს ავალდებულებს, რომ გონივრულად დაგეგმონ და გონივრულად მიიღონ გადაწყვეტილებები და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ადამიანის საჭიროება არის მოსმენილი და გათვალისწინებული.